მეთევზეების პროტესტი ქობულეთში ადგილობრივების უკმაყოფილება ყოველწლიურად დაკანონებულმა ტექნიკურმა დათვალიერებამ და თევზსაჭერი ნავების ნომრების შეცვლის მოთხოვნამ გამოიწვია. გაფართოვდეს თევზაობის არეალი, ასეთია მეთევზეების მოთხოვნა. ინიციატივის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში მეთევზეები აქციებით იმუქრებიან. ეს არის ნავის ნომერი. რეგისტრაციის ნომერია, რომელიც დაფიქსირებულია ბათუმში. Თქვენ ახლა რომ ყველა წელს უნდა შეიცვალოს ნომერი. აქ უნდა გაკეთდეს რეგისტრაცია საბუთებში რომ კი ბატონო ამ ნავმა გაიარა რეგისტრაცია. მეტი აქ საჭირო არაფერი არ არის და რატო გვახტევინებენ ზედმეტ ფულებს. სავნახოთ აი ფული. გურამ ვერულიძე ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო თევზაობაა, თუმცა კანონის გამკაცრებას უჩივის. მეთევზეების განცხადებით ზღვაში არ არის ნიშნული, რომელიც თევზჭერის საზღვრებს აწესებს. ამიტომაც მეთევზე ვერ ამჩნევს გასცდა თუ არა სპეციალურ ზონას და შესაბამისად მასზე საჯარიმო სანქცია ვრცელდება. ვერ გაზომავს რა კაცი 200 მეტროშია, 220 მეტროშია, 300 ლარიდან იწყება დაიგო ჯარიმები. ყოველ წელიწად სხვა ნომერი უნდებიან. იგი თუნდა მოშალო სხვა ნახონა დააწერო ესეც პრობლემა არის. სხვა სამუშაო არა, აქ არის სამუშაო არის ეს. იჭერებს და არჩენ ამეთ ოჯახს. ქობულეთში ადგილობრივმა მეთევზეებმა სანაპირო ზოლთან საპროტესტო აქციაც გამართეს. აქციაზე მათ უფლებადამცველი შეუერთდა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე საუბრობს. ეს ადამიანები დგანან იმ ფაქტის წინაშე, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების მხრიდან დახმარებას საკანონმდებლო დონეზე. მე მოსახლეობის თხოვნით ვაცხადებ ამას. 1 მაისს სერიოზული მასშტაბური საპროტესტო აქცია იქნება. ფიჭვნარის მოსახლეობა მიიღებს ამაში მთლიანად მონაწილეობას. მეთევზეების ზღვაში სათევზაო ზოლის გაზრდას და სპეციალური ნიშნულების განთავსებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ზღვაში შესვლისა და თევზაობის პერიმეტრი 2 კილომეტრამდე გაიზრდება.